სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ყოვლად სამღვდელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ლაქერნაში დადების დღესასწაულს, ლაქერნობას მაღალ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე გერასიმე, თქვენ განსაკუთრებით გილოცავთ თქვენს მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის ყველასთვის. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიკვია ჩვენთვის. არამედ ეს არის დედა ღვთისმშობლის მფარველობის, ჩვენთან ყოფობის ხილული ნიშანი და განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ღვთის წყალობით და განგებულებით რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ სამეგრელოში ინახება როგორც ვიმეორებ სიმბოლო დედა ღვთისმშობლის მუდმივი მფარველობისა და ჩვენთან ყოფობისა და როგორც ძველად იგი მფარველობდა და იცავდა ადამიანებს ყოველგვარი ჭირისგან, განსასწრებისგან, მწუხარებისგან, იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიახლება მას. დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დავანებული. აი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოაბრძანეს ჩვენთან უფალ იესო ქრისტეს კვართი და დედა ღვთისმშობელმა ღირსყო ჩვენი ქვეყანა, მისი წილხვედრი ქვეყანა გამხდარიყო. და აი დედა ღვთისმშობლისვე ლოცვა-კურთხევით საქართველოში იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ასევე სხვა მოციქულებმა, სიმონ კანანელმა და სხვებმა და დედა ღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა წმინდა ნინო საქართველოში და იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება და აი მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა განუხრელად, ერთგულად და შეურყვნელად იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და წელს შესრულდა 1700 წელი ამ დიდებული მოვლენიდან, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ რა დიდი კავშირია ქრისტეს რწმენას ჩვენ კულტურასთან, ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს თვითმყოფადობასთან. და აი დღევანდელი დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის პატიოსანი კვართის დღესასწაული ალბათ ძვირფასო ძმებო და დებო გვაფიქრებს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ სულიერ შესამოსელზე. აი ჩვენ როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა სულიერი შესამოსელი. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ქრისტეთი შევიმოსეთ ჩვენ. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრების განმავლობაში ჩვენ აი ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბიძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედ მორწმუნეობით, სულმოკლეობით და ასე შემდეგ. და აი დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ რომ დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში. და აი ისე დაემთხვა, რომ
დღეს საკითხული სახარებას ამას გვეუბნება ჩვენ. ფარისევლები მიდიან უფალ იესო ქრისტესთან და ეკითხებიან, რატომ არიცავენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, რომ დაუბანელი ხელით ჭამენ საჭმელსო. და უფალმა მიუგო, რომ პირიდან შემავალი არ შეაგინებს კაცო, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებსო კაცო. და მოციქულება ვერ გაიგეს ეს იგავი და პეტრე მოციქულმა სთხოვა უფალს, რომ განემარტა მათთვის. რას ნიშნავს ეს? და უფალმა უთხრა, რომ რაც პირიდან გამოდისო, ის ჩვენი გულიდან გამოდისო. და ის შეაგინებსო კაცო. რამე თუ პირიდან გამოდის და გულიდან გამოდის, ანუ ბოროტი გულის რახვები, კაცის ყვა, მრუშობა, სიძვა და ჩამოთვლის უფალი, პარვა, გმობა, ანგარება, ამპარტავნება. აი ეს შეაგინებსო ადამიანს. და აი ამგვარად, აი ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ჩვენს ვნებებს, ჩვენს ამ არაწმინდა გულის სიტყვებს, გულის ფიქრებს, იმიტომ რომ ვნებების აყოლა და მათი დაკმაყოფილება ძალიან ავნებს ადამიანის სულს, განაშორებს ღმერთს, განაშორებს მადლს და ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღწევს ვერაფერ სულიერს და ვერც ინარჩუნებს. ის ვერასდროს მოშორდება მიწიურს და სულიერი საგნების და ზეციური საგნების ჭრეტაში ვერასდროს ვერ შევა. და წმინდა მამეს მოყავთ ესეთი მაგალითი, რომ ასეთი ადამიანიო ვერ მიწდება სულიერს ისევე როგორც დაბერებული ფრინველი ზეცაში ვეღარ აფრინდებაო. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, თავისთავად სიწმინდეების ფლობა, რითიც უმდიდრესია საქართველო, არ გვაცხონებს ჩვენ მექანიკურად. არამედ სიწმინდეებს ჩვენ უნდა მივიახლოთ რწმენით, ლოცვით, სინანულით, ცნებების დაცვით. აი მაშინ მოგვეცემა ჩვენის მადლი, რაც არის ამ სიწმინდეებში და შეგვეწევა სულის გადარჩენის საქმეში. მე დღეს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მის მაღალ ყოვლადუსამდელო ესობას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს, ამ ეპარქიის სამღვდელოებას, ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ძვირფასო მეუფე, რომ თქვენ გარდა იმისა, რომ ძალიან ღირსეულად უძღვებით საგარეო ურთიერთობების განყოფილებას საქართველოს საპატრიარქოში, შესანიშნავია თქვენი ღვაწლი და საქმიანობა ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიაში. ამას ადასტურებს ეს დიდებული საკათედრო ტაძარი და ასევე მინდა აღვნიშნო ძვირფასო მეუფე, რომ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის შედეგად ვლაქერნობა გახდა არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, არამედ სრულიად საქართველოსთვის ესეთი სახალხო დღესასწაული. და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის. მე მინდა ვისარგებლო დღეს შემთხვევით, რომ ვიმყოფები ზუგდიდში, სამეგრელოს გულში, ჩემი დიდი სიყვარული გამოვხატო სამეგრელოსადმი, სიყვარული, მადლიერება და თქვენ იცით, რომ მე 23 წელია მსახურობდი სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში მდელმთავრად და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ მსახურობ, იმიტომ რომ ჯერჯერობით წმინდა სინოდი მაძლევს უფლებას, რომ შევითავსო ეს შესანიშნავი ეპარქია და არ ვიცი როდემდე მომეცემა ამის შესაძლებლობა, მაგრამ სანამ მე ვარ ცოცხალი, სანამ მსახურობ ეკლესიაში, სამეგრელოს სიყვარული ყოველთვის ჩემთან იქნება. იმიტომ რომ სამეგრელო მომცა მე ძალიან ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, რომ მომამზადა სამეგრელოში მსახურებამ, აქაურმა სიყვარულმა, დიდმა სითბომ, დიდმა სილამაზემ და კულტურამ ჩემი საპატრიარქო
მსახურებისთვის. შეგახსენებთ უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, მოგცეს და დაამკვიდროს ჩვენ შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ ვაჯილდოვებთ სასულიერო პირებს სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიიდან. დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს. ზუგდიდის და საიშის ეპარქიიდან დეკანოზი გალაქტიონ ფიფია დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. დეკანოზი ილია ლუკავა დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. ხუდელი დავით ქირია აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, თქვენ დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე დაგირიგდებათ ღირსი ალექსი შუშანიას ხატებიც. ერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.